მოლაშვილების ოჯახი კიდევ ერთ ინფორმაციას ავრცელებს. უფლებადამცველი გაერთიანების თავმჯდომარის თქმით აღმოჩენილია ვიდეო მასალა, სადაც სულხან მოლაშვილის ძმა თორნიკე მოლაშვილი აცხადებს იმის შესახებ, თუ რა მეთოდებით აპირებდა ხელისუფლება მის დაკავებას. თორნიკე მოლაშვილი 2011 წლის 21 ივლისს დააკავეს. ვიდეო მასალაში კი იგი ადასტურებს, რომ მასალა ჩაწერილია დაკავებიდან 2 თვით ადრე 2011 წლის 22 მაისს. სულხან მოლაშვილის ძმა თორნიკე მოლაშვილი ნარკოტიკული საშუალებების შენახვა, გადატანისა და საბრძოლო მასალის უკანონო შენახვისთვის აიყვანეს, მას 8 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. როგორც უფლებადამცველთა გაერთიანების თავმჯდომარე ამბობს, თორნიკე მოლაშვილის დაკავება პოლიტიკური ნიშნით მოხდა. ოჯახის წევრების თქმით კი ვიდეო მასალას ქართულ სასამართლოსა და სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს წარუდგენენ. როგორც თორნიკემ 22 მაისს ყოფილა ჩაწერილი, მაგრამ როდესაც ხრეკა ჩაატარეს, იმის შემდეგ მის მეუღლეს აღარ მიუქცევია ყურადღება, სად გადაალაგა, გადმოალაგა რაღაც აკეთიკითა და როგორც შემდეგ მითხრა, ბავშვებს რო აქვს თავისი კინოკადრები და რაღაცები, სადაც უყურებენ, თურმე იქ აღმოაჩინა. და ეს მე პირადად მოწე უშიც საღამოს. ეს არის სერიოზული მტკიცებულება, ანუ ეს ვიდეო მიმართვა გამოძიებისთვის, ეს მტკიცებულება დაკარგული იყო, იმდენი ხრეკა ჩატარდა სულხან თორნიკე მოლაშვილის ოჯახში, რომ მეგონა დაკარგული იყო, ეს ახლა ამ დღეებში იქნა ნაპოვნი და ეს იქნება ეს მტკიცებულება წარედგინება სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს, აგრეთვე ქართულ მართლმსაჯულებას. ეს არის ახლად აღმოჩენილი გარემოება ფაქტიურად და აქედან გამომდინარე, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს და სხვა მტკიცებულებები განაპირობებს თორნიკე მოლაშვილის განთავისუფლებას.